რებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკური საბოტაჟში იყო სხვადასხვა სუბიექტი ჩართული, მათ შორის სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც ქვეყანას უწევს კონკრეტული პროექტის შემთხვევაში, მაგალითად ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ეკონომიკური საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მაშინ არ ქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ყველა პროექტის, ნებისმიერი პროექტის, მათ შორის ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ასევე იყო საბოტაჟის სხვა შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტული ადამიანები საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას თუნდაც მცირე ფესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, რომ წელში ჩამჯდარიყვნენ კონკრეტულ პროექტებში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ჩვენი დამოკიდებულება იქნება სრულიად პრინციპული, ვერავის მიცემთ იმის საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები.